აი ხო ასვენეთ ეს სურსაცნები მოგესალმებით კიდევ ერთხელ დღესვე კარგად იცით რისთვისაც შევიკრიბეთ ამ ნაციონალური რეჟიმის ოფისის წინ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამოუცხადოთ ამათ რომ ამათ უფლება არ აქვთ თავიანთ ქვეყანაშივე უფლება არ აქვთ რომ იყვნენ პოლიტიკური რაიმე წარმონაქმნიც კი მე მინდა წუთიერი დუბილით მატივი მივაგოთ იმ ადამიანებს ვინც ამათი რეჟიმის დროს დაიღუპა მოგესალმებით ყველას მე მინდა ერთხელ და სამუდამოდ უთხრა ნაციონალურ მოძრაობას რომ მათი ადგილი მათი პარტიის ადგილი აღარაა საქართველოში მათ რაც ჩაიდინეს ქართველი ერის წინაშე ეს ყველასათვის და მთელი საქართველოს ისტორიაში ალბათ ლაქად გაყვება ყოველთვის თელ ქართველი ერის მე მინდა მათ უთხრა იმ ადამიანებს ვინაც დღეს ნაციონალურ მოძრაობას გვერდში უდგას და მათ მხარს უჭერს მოეგონ გოს და ნაციონალურ მოძრაობამ ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეს და მოიხადეს ბოდიში ქართველი ერის წინაშე მათ არა აქვს უფლება კიდევ ერთხელ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და მოაწყონ კიდევ ქართველი ხალხი მადლობთ ყურადღებისათვის მეგობრებო აი ეს შენობა სადაც ამ შენობაში განთავსებული არის სატანისტური ორგანიზაცია ესენი არიან სატანის მოციქულები მეგობრებო და არა პოლიტიკური პარტია ეს რო ყოფილიყო პოლიტიკური პარტია და რაღაც მსგავსი ორგანიზაცია იმ საძაღლობას და იმ მკვლელობებს არ ჩაიდედნენ ჩვენს ქვეყანაში 9 წლის მანძილზე ამიტომ კეთილი უნდა იქნებოს საქართველოს ხელისუფლება კეთილი უნდა იქნებოს სამართალდამცავ ორგანოებმა და უნდა მოახდინონ მაქსიმალური იზოლაცია აი ამ ვირუსი რომელიც შეხვდა უცხოეთის მესამსახურებმა და მათმა უკვე გადაწყვეტეს მუტაცია და ეს საშიშროებაა როგორ საზოგადოებისთვის ამიტომ აი ეს ზონდერ ჯგუფები აი ეს მკვლელები და ეს მძარცველები რომლებიც გაძარცვეს ეს ქვეყანა და დაანგრიეს ეს ქვეყანა სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამათი იზოლაცია და სასწრაფოდ წესით უნდა მოხდეს მათი სასამართლო დარბაზებში განცეცება და მათი ადგილი მატროსოვის ციხესია მეგობრებო და არა სადღაც ოფისებში მე მოუწოდებ ყველას რომ მთელ საქართველოს მოუწოდებ ყველას ვინც კი დაზარალდა რომ ერთად დავდგეთ და ერთად ვებრძოლოთ ამ სატანისტებს ერთად ვებრძოლოთ ამ სექტებს სადაც ესეთი დღეს აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას არავითარი მორალური უფლება არ აქვს ამ ორგანიზაციას ტერორისტულ ორგანიზაციას მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა რადგან ისინი გასვლილი არიან საქართველოს მოქალაქეების სისხლში და კვლავაპირებენ კიდევ რომ ის დრო დააბრუნონ და ის სისხლისმა დააბრუნონ რომლებაც მათმა მოუწყოს თელ საქართველოს ვერ რეგისტრებით სატანისტებო სადაც პირში სული გვიდგას საქართველოს მოსახლეობას და ქართველ ერს ვერ ასწროს ვერ მოხვდეთ პოლიტიკაში აი შეფუთული თავარი ზონდერი რო ქავთი ოდესაში შერეკილი აი ის მოვა ჩამოვიყვანთ ასე გაკოჭის და აქ ჩამოვახშობთ აი თქვენი ოფისის წინ რადგან ამას სამართალდამცავი ორგანოები ვერ აკეთებენ ჩვენ ჩამოვიყვანთ ჩვენი ძალებით და ჩვენ ჩამოვკიდებთ აქ ფეხებით და კიდევაც მიუძღვით იმის ამას რას ეკუთვნის მას მადლობა ყველას რომ ამბობთ და ყველამ ერთად ვეუბნოთ აი ამ არამზადებს ამ განძერებს აი ამ სატანისტებს აი ამ ქართველებს ამის მადლობა სიყვარულს და ჯობინიდეს სერვასო მეგობრებო ჩემი შეგნებული ცხოვრება კალმით და ალმით ვიმძვი იმ ბოროტის სექტის წინააღმდეგ რასაც ქვია ნაცისტური ხროვა და მიხეილ სააკაშვილის კომპრაჩიკოსული რეჟიმი ამდენად მე მორალური უფლებაც არ მქონდა ამ აქციაზე არ მოსულიყავი და ჩემი აზრი არ გამეფიქსირებინა თუ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ აღადგენს სამართლიანობას და საბოლოო წერტილს არ დაუსვამს ამ პოლიტიკური მკვლელების სექტას რომლებმაც 300,000-ზე მეტი ქართველი ციხეში ჩაალპეს წყალქვეშა სასაფლაოები გახსნეს საქართველოში და სამარცხვინო გვირაბები გაიყვანეს სამეგრელოში სადაც კაცების გაუპატიურების ამსახველი ვიდეო კადრები ინახებოდა მაშინ დამერწმუნდეთ რომ ქართველი ხალხი თვითონ დაიწყებს სამართლიანობის აღდგენას და თვითოული აი ამ პოლიტიკური სექტის ხროვის ლიდერს ანუ სააკაშვილის რაიხსფიურერს ზუსტად ასე მოუწევს ლამპიონზე ჩამოკიდება როგორც ეს ჩუჩელა საქართველოს ყოფილი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის სააკაშვილის სახი არის დღეს ახლა აქ ჩამოკიდებული დიდი მადლობა როგორც ახლა ეს
თვითონაც ხო ჩუჩელა იყო, როგორც ეს ჩუჩელა დაიწვება, აი ესე უნდა იწვებოდნენ სირცხვილით ამ ოფისში და ამ ოფისებში ხდომი ხალხი, სადაც ნაციონალურ მოძრაობასთან საერთოდ გაიგივება არ უნდა ხდებოდეს. დიდი მადლობა რომ მოვწადით და აი ხა პროცედურაში მივიღოთ მონაწილეობა, რასაც აი ესეთ ერქმევას უყველაფერი, რასაც ქვია ფიტულის დაწვა, აი ესე უნდა იწოდნენ სირცხვილით მთელი ნაციონალური მოძრაობა. ეს არის თქვენი ლიდერი, ეს მარცხენელი ადამიანი, საქართველოს მოღალატე დამკვიდრელი. ავიდა თქვენი ლიდერი და შეგიძლია თქვენ თვითონაც გაყვეთ. Boqueria. ამდენი ადამიანია საქართველოში ეს მოვიდა ეხლა დამიშვეს შეკითხვა რუსთავი ორმა რომ ვითომ მე ვიღაცას გადაუხადე ვიღაცას ფული მივეცი და მოვიდნენ ისე აი ხელი აზიეთ ვინც ესეთი ადამიანია და მე ეხლა ვემსწორებ ჩემ თანამდებობას თუ ერთი კაციც ესეთი არის არცა აი მე ვაცხადებ ეხლა რომ ერთმა კაცმა გამოვიდეს და თქვა ესა ასაუბრო ჩემი თანამდებობა მაშინ აი უფლის ფინანსე ვიხდი აი ყველაფერს და ვიტახი რომ გავავგები ამათ ეშინიათ უკვე ჩვენი ისე ეშინიათ რომ თანსაც ვერ აყოფეს იქიდან ეს დაწყებაა ამათმა კიდე არ იციან ქართველ ერთად ბრძოლა ძალიან გაუჭირდებათ ამერიკელებსაც გაუჭირდებათ და ყველა იმ მტერს ვიც რო აპირებენ ჩვენ განადგურებას მე ერთს ვიტყვი ჩვენ გვერდზე დღეს ოსიერიც არის აზერბაიჯანელები სომხები რუსები აფხაზები და მომავალში ჩვენ ვიკრიბებით ამერიკის საელჩოსთან 4 ხანთან ერთად ქართველები და ოსები შევიკრიბებით და დავუყენოთ როგორ უნდა შევიკრიბება შეგინათვალი ჯიგრებო დავუყენოთ ამათ რომ ამათი დრო უკვე დიდი ხანი დასულია და ახალი მოდის დაობის დრო გაიხარეთ და კარგად იყავით მადლობა დღევანდელი ჩვენი აქცია არის ჩვენი პარტიის წევრების შეკრება და ნაციონალური მოძრაობის როგორც მოძრაობა ყველას მოუწოდებ, თელ საქართველოს მოუწოდებ, რომ შემოგვიერთდნენ ჩვენ აქციაში და საერთოდ აგზავნოთ საქართველოში ნაციონალური მოძრაობა, როგორც პარტია. ჩვენი დღევანდელი აქცია მიზნად ისახავს და არა მარტო დღევანდელი, არამედ აქციები, რომელიც დღეს უკვე დაიწყო მასიურად ჩვენი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, პოლიტიკური ორგანიზაციის ჩვენი სამშობლოს მხრიდან და ამ აქციებში მონაწილეობს საქართველოს მოსახლეობა. უპირველეს ყოვლისა, არა თუ მარტო ჩვენი მოთხოვნა, არამედ ქართველი ერის მოთხოვნა არისო, პირველ რიგში უნდა დაისაჯოს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ლიდერები. ქვეყანაზე სამართალი უნდა აღდგეს. ქვეყანაში კანონი უნდა აღდგეს, კანონი რომელიც დააჟის იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომელთა პოლიტიკურ ლიდერებას ჩაედინეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული საქართველოს და ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაისაჯოს ბოკერია, დაისაჯოს გივით არგამაძე, დაისაჯოს გიორგი ბარამიძე და სასწრაფო წესით ესკლადირებული იქნეს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს სპეცსამსახურებს ყავს შეფუთული ოდესაში და ის იქიდან აფატურებს ხელებს და იქიდან მართავს ქვეყანაში იმ შექმნილ ზონდერ ჯგუფებს, რომლის ზონდერი ჯგუფების მეშვეობითაც ისინი მათ სურთ, რომ ჩაშალონ არჩევნები. ამიტომ ნაციონალურ მოძრაობას არავითარი მორალური უფლება არ აქვს, მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და ნაციონალურ მოძრაობას არანაირი მორალური უფლება არ აქვს, რომ ისინი დღეს იჯდნენ სამთავრობო სკამებში, მათ ჰქონდეს სამთავრობო პორტფელები და მათმა მარტონეს ქვეყანა. ისინი უნდა ისხდნენ ციხეებში და მართმა უნდა აგონ პასუხი მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე. ჩვენი სამშობლო არის ესეთი პარტია, რომელმაც დაგეგმა ეს ყველაფერი და მიმართა საზოგადოებას თავის წევრებს, ისედაც ბევრი საზოგადოების წევრი არის ამ ქალაქის მორიდან არიან, ბევრი რაიონებიდან არიან, მცირედით, მაგრამ წარმოდგენილები. იმხელა სიმხურვალეა ვერაფერს ვერ ვლაპარაკობ. მოკლედ, ჩვენი პროტესტი გამოთქვით, რომ
ოცნება რაღაცა ძალიან ტკბილად არის ნაციონალურ მოძრაობასთან ჩახუტებული და ჩვენ იმ ადამიანებმა ვინც ეს ვარამი გამოვიარეთ 10 წლის განმავლობაში და ველოდებოდით რომ რაღაცას გააკეთებდა ოცნება სამართლის აღდგენისათვის თავის გაჩერებულები არიან ჩვენ ავდექით და ჩვენი პროტესტი შიგნით რაც გვაქვს გულის თქმა უთხარით სულ ყველას რომ აღარ არის ნაციონალური მოძრაობის დრო ეს სექტა საერთოდ უნდა დასამარდეს და გაუქმდეს ჩვენი აზრი გამოთქვით დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობ და თავისუფალი აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს ჩემო ბატონებო და ვისაც როგორ უნდა ისე გააგრძელოს ცხოვრება ოცნებასაც მიმართა და ნაციონალურ მოძრაობასაც და აი მოდის 8 ოქტომბერი და იქ დამტკიცდება ქართული ხალხის ნება და ქართულო ხალხო ნება უნდა გამოხატოთ მნიშვნელობა არ აქვს მიდით და მიეცით ხმა ვინც მოგწონთ და მე იდახზოთ თქვენ თვითონ იკბინეთ ვისაც აირჩევთ